რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი პიროვნება. მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელია ვიქტორია, პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში და ვნახოთ, აბა, რას მოიმოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ. პირველ რიგში ჩანს ის, რომ ადამიანი საკმაოდ დასტრესილი არის, თქვენ საკმაოდ დასტრესილი ხართ, თითქოს რაღაც ისეთი პერიოდი გაქვთ ორივეს საკმაოდ მძიმე მენტალურად, სადაც ორივე თქვენგანს გარკვეული ფსიქოლოგიური შინაგანი პრობლემები, შინაგანი რაღაც კრიზისები აქვს. შესაძლებელია აქ ფიგურირებდეს უძილობაც, ხამხამობით რაღაც კოშმარები ან რაღაც მსგავსი. ჩანს, რომ ისედაც არის აქ რაღაც გარკვეული კონტაქტი, რაღაც გარკვეული კომუნიკაციები თქვენ შორის, თუმცა უფრო ზედაპირული და უფრო თითქოს ორივე თქვენგანი სხვა ენერგიებში ხართ. თუ თქვენ შორის კონტაქტი არ არის, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ახლო მომავალში ეს კონტაქტი აუცილებლად აღდგება, ეჭვიც კი არ შეგეპაროთ. რაც შეეხება ამ ადამიანის ქმედებებს, ნახეთ, ადამიანის მხრიდან იქნება რაღაც ერთი ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, საბედისწერო ნაბიჯიც კი. სავსებით შესაძლებელია, რომ აქ ადამიანმა გააკეთოს რაღაც აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად თქვენი მაგალითად შურდა, ან თქვენ გვაძავდათ, ან რაღაც ასეთი მომენტი იყო. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მამაკაცებს მაგალითად არ შურთ, ძალიან ცდებით, მამაკაცებს ხანდახან ბევრად უფრო მეტადაც შურთ, ვიდრე ქალბატონებს. ჩანს ასევე რაღაც გარკვეული დაცვა, თითქოს ეს ადამიანი ეცდება, რომ თქვენ დაგიცვათ რაღაცისგან ან ვიღაცისგან. ადამიანი ეცდება, რომ საკუთარი ძალა გამოავლინოს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ არა ნეგატიური, არამედ დადებითი გაგებით გულისხმობ, აი დაცვა თქვენი. განსაკუთრებით თუ თქვენ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, მამაკაცებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ხოლმე ის, რომ ქალს თავი დაცულად აგრძნობინოს, ხო? და აქ თითქოს ამ თავის მასკულანურ ენერგიას გამოავლენს, იმით რომ ეცდება, რომ დაგიცვათ ან რაღაც თქვენი პრობლემა მოაგვაროს, უფრო დაცვას ვხედავ. კი ბატონო, უფრო დაცვას ვხედავ და ასევე ჩანს ისიც, რომ ადამიანს მიაჩნია, რომ თქვენ მასზე ბევრად მეტს მიაღწიეთ, რომ თქვენ მასზე ბევრად უფრო მეტი ხართ. კიდევ რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში? გარკვეული გაჩერებული სტადიიდან გამოვა ეს ურთიერთობა, გამოიყვანს უფრო სწორად ეს ადამიანი რაღაც ძალიან თბილი ინიციატივებით, რაღაც ძალიან თბილი გრძნობებით, თქვენთვის მოულოდნელი ემოციებითაც კი სხვათა შორის, აი თითქოს ადამიანი ცოტათი დაგბომბავთ კიდევაც რაღაც ისეთი სასიყვარულო ენერგიებით, ეს მაინც და მაინც სიყვარულის და სიმპათიის აღიარებას არ ნიშნავს. უბრალოდ აი ბევრი ინიციატივა მოდის რა, ბევრი მოულოდნელად თბილი სიტყვები. ჩანს ასევე ისიც, რომ ორივე თქვენგანი გადაღლილი არის და ურთიერთობა აუცილებლად გადავა ნელ-ნელა გარკვეულ სტაბილურობაში.